და მოდი კიდევ ესეთ გაშლას ჩავწერ თქვენთვის დღეისთვის, ხო? ანუ აქვს თუ არა პიროვნებას თქვენთან მიმართებაში სხვა მიზნები, რომელიც არ ჩანს მისი მხრიდან, ხო? თქვენი ჩაფიქრებული პიროვნების მხრიდან არსებობს თუ არა ის მიზნები, რომლებიც მისიდან გამომდინარე არ ჩანს. თქვენთვის დამალულია და გინდათ რომ გაიგოთ, რომ ჩაიფიქრეთ პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, თქვენიც ასევე სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი და მოდი განვიხილოთ ეს საკითხი, ანუ აქვს თუ არა პიროვნებას სხვა მიზნები თქვენთან მიმართებაში, რომლებიც არ ჩანს. აუცილებლად განვიხილოთ ეს ენერგიას. ენერგია მისი დღევანდელი, ნახოთ. მიზნები, რომლებიც არ ჩანს თქვენთან მიმართებაში. შვენიერი. კაი, მოდით დავიწყოთ ახლა განხილვა და არკანებს რიგრიგობით ჩამოგითვლით. რა შემიძლია ვთქვა, ხო, ამ კომბინაციიდან გამომდინარე, რეალურად თითქოს ადამიანს ნამდვილად აქვს მიზნები, იმიტომ რომ ნახეთ, ცხრიანი კვერთხები მაქვს ფონად, მოდის მერე ტუზი, ხმალი, მისი ენერგიები დღეს და შემდეგ ესე კომბინაცია არის, თასების დედოფალი, ეტლი და რვიანი პენტაკლი. და რა შემიძლია ვთქვა, თითქოს აქვს, ხო, ნამდვილად რაღაცა მიზნები, რომლებიც შესრულიათ აშკარად არ ჩანს, თუმცა ისინი არა აუცილებლად რეალურად ახლა არ ვიძახი, რომ უარყოფითია, ან რაღაცნაირად დამალულია და ცბიერებას აქვს აქ რაღაცა ადგილი, ტყუილს და ასე შემდეგ, ხო? რაღაც უფრო შინაგანი ბრძოლის თემასთან არის დაკავშირებული და პირადი გეგმის ნაწილია, ხო, თითქოს. ისე შეიძლება გაგრძელებას მივაწეროთ, მოკლედ არ ვიცი რატო გრძელდება ეს ყველაფერი. რაღაცა უბრალოდ შინაგანი, ასე თქვათ, ბრძოლებია და პირადი გეგმის ნაწილია და რეალურად მოდი განვიხილოთ. ცხრიანი კვერთხებიდან გამომდინარე რა შემიძლია ვთქვა, ხო? მიგვითითებს რა არის, აი დაცვაზე, თავდაცვაზე, სიფრთხილეზე წასული ტკივილების გამო ემოციურად რო ფრთხილობს პიროვნება, ხო? თითქოს რაღაცას ფარავს, მალავს, ხო? შეძლო არ ამბობს ყველაფერს პირდაპირ. აკონტროლებს ემოციებს რეალურად ან გეგმებს თუნდაც თქვენთან მიმართებაში. აქ რეალურად ფონს ხედავთ, რომელიც რას გვეუბნება, რომ რაღაცა იმალება რეალურად ან არ არის ბოლომდე განმჟღავნებული. ესეც არ არის მაინც და მაინც ის, რომ მოგატყუათ, უბრალოდ ადამიანი არ იძახის ამას, თორემ გითხრათ რაღაც ტყუილი და სხვა ვარიანტი გითხრათ, არა, უბრალოდ არ იძახის, ან ბოლომდე არ გიმჟღავნებთ, ან თუნდაც რაღაც მომენტში შეიძლება გრძნობდეთ, რომ რაღაცა თითქოს აწუხებს, თორემ ეს კითხვა შეიძლება არც გაგჩენოდათ, ხო? სავარაუდოდ ხვდებით გრძნობთ რაღაცას არ ამჟღავნებს ბოლომდე და ამის გარკვევა გნებავთ, ხო? მის ენერგია ბეტუზი ხმლებიდან გამომდინარე. რაც გეუბნება, ანუ რეალურად სიმართლის, აი ნახეთ, ენერგიები შეხედეთ, სიმართლის ჭეშმარიტების გადაწყვეტილების სიმბოლოა ტუზი ხმალი რეალურად და შინაგანად მას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ან აქვს კაფიოდ ასე ჩამოყალიბებული გეგმა თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ჯერ შესაძლოა არ აქვს ეს ყველაფერი ნათქვამი თქვენთვის, ან ელოდება შესაფერი დროს რომ გითხრათ ეს ყველაფერი და ცდილობს სწორად ჩამოგიყალიბოთ თუნდაც თავისი ეს გეგმები და შემდეგ გამოამჟღავნოს ეს ყველაფერი, ხო? ტუზი გამოხატავს ეს ხმლების ტუზი ზოგადად გონებრივ სიცხადეს ზოგადად ისედაც რა, ანუ არკანები და რო დავიწყოთ, ხო, განხილვა, ხო, რა ტუზებიდან ხმლები გამოხატავს გონებრივ სიცხადეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ნამდვილად პიროვნებას აქვს თქვენთან გეგმები, რეალურად ხედვები, თუმცა ისინი ჯერ სრულად არ არის გასაჯაროებული თქვენთან მიმართებაში თუნდაც, ხო? ეს არის, რასაც შეიძლება მალავდეს. ეხლა თასების დედოფალი რეალურად, ხო? ეტლი და რვიანი პენტაკლი, ანუ რეალურად ძალიან ისეთი შინაარსობრივი და კაი ტრიოა ზოგადად, ტრიპლეტი. ტრიო. თასების დედოფალი ზოგადად ემოციური სიღრმეა, შინაგანი მგრძნობელობა, ზოგადად რეალურად გრძნობებიც აქვს, რომელსაც ბოლომდე ვერ ამჟღავნებს. შეიძლება აი ადამიანს უყვარხართ ყველაფერი, იცით რომ უყვარხართ, მაგრამ შეიძლება გაწყვეტ თუ არ გამოხატავს, ვერ გამოხატავს, არ ამჟღავნებს, ხო? სულში რაღაც თუ არ გამოხატავს რეალურად ეს პიროვნება თქვენთან მიმართებაში ამ ყველაფერს გულში და სულში დამიჯერეთ ბევრად უფრო მეტია ეს გრძნობები, ვიდრე ის თქვენთან მიმართებაში ამ ყველაფერს გამოხატავს. ხო და აი ესეც შეიძლება იყოს დამალული, ან მე დამალულს არ წოდი, არ გამჟღავნებული თქვენთან მიმართებაში. ეტლი რას მეუბნება, ძლიერი მიზნისკენ სვლა არის ზოგადად ეტლი, ხო? შინაგანი ესე ვთქვათ კონფლიქტების კონტროლის არკანიც კი არის ეს სხვათა შორის. ანუ გვიჩვენებს, რომ ადამიანი მიზანმიმართულია და ცდილობს ემოციების და გონების დაბალანსებას. ეს აუცილებლად ეტლის არკანი ასე ხასიათდება და ამას წყალი არ გაუვა და რეალურად რისთვის აკეთებს ამას, ხო? იმისთვის რომ
მიაღწიოს თავის მიზანს. შესაძლოა ემოციური მდგომარეობა ფარავს მის რეალურ, ასე ვთქვათ, მიმართულებას, თუნდაც ამ კითხვაზე პასუხი ეტლის მიხედვით როგორ შეიძლება განსაზღვროთ. რვიანი პენტაკლი რა არის, ხო? ყოველდღიური ძალისხმევა, შრომა, პრაქტიკული გზის რწმენა ზოგადად, ხო? ანუ რეალურად ესე რაღაცას ვიტყვით. პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, უბრალოდ მუშაობს იმ მიზანზე, შესაძლებელია მისი, კერდა, რეალურად ურთიერთობაზე, რა თქმა უნდა, მიზანი მის ურთიერთობაა, საკუთარ პოზიციაზე ან თქვენი რეაქციის განსაზღვრაზე თუნდაც ხვდებით, ანუ რეალურად აქედან გამომდინარე რა შემიძლია გითხრათ, ხო? აქვს რაღაცა მიზნები ან გეგმები, რომლებიც ამ ეტაპზე ბოლომდე არ ჩანს, ან თქვენ არ გეუბნებათ, ან ვერ გიმჟღავნებთ, ხო? ამ მიზეზების გამო რაც მე ჩამოთვალე, მაგრამ ეს არა, ასე ვთქვათ, საფრთხის გამომხატველი რაღაცა, რომ თქვენ რაღაცა საფრთხე გემუქრებათ ურთიერთობაში ან მიზან მიმართულად გიმალავთ რაღაცას და ეს ყველაფერი შეიძლება ცუდისკენ წავიდეს, ხო? რეალურად ემოციური სიფრთხილე აქვს ჩართული რაც ნორმალურია, მინდა გითხრა და ეს ყველაფერი ამ სიფრთხილის შედეგი, ხო? ცხრენი კვერთხებიც რეალურად მაგაზე მიგვითითებს. შიდა გეგმების ნაწილი, რომელიც ასე ვთქვათ, გაზიარებას ჯერ არ ჩქარობს, ხო? ეს არის ხმლების ტუზიდან გამომდინარე. თუნდაც ამ კითხვაზე პასუხი, ხო? თუ გაინტერესებდათ რა არის, თქვათ ის დამალული, ხო? რეალურად ასე ვთქვათ, პიროვნება მუშაობს ურთიერთობის იმ ასპექტებზე და ამ ასპექტების ჩამოყალიბებაზე, რვიანი პენტაკლებიდან გამომდინარე, რაც თქვენთან მიმართებაში მას აქვს დაგეგმილი, ოღონდ უნდა რომ რაღაცნაირად სწორად, ლამაზად და კარგად შესრულდეს ეს ყველაფერი, ისე რომ რაღაცა შიდა კონფლიქტებიდან გამომდინარე, არის ყველაფერი იყოს გარკვეული თავისთვისაც, თქვენთვისაც და ისე უნდა ეს ყველაფერი დაალაგოს, ხო? და ამ პროცესში ძალიან ფაქისად, ასე ვთქვათ, აკონტროლებს მის ემოციებს და გრძნობებს თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ მისთვის თასების დედოფალი ხართ, სასურველი, საყვარელი პიროვნება, რომელსაც არ უნდა რამე ავნოს და ასე ვთქვათ, ასე ფრთხილობს თავის რეალურ სიფრთხილეს, არ ამჟღავნებს თქვენთან მიმართებაში, რომ თავისით უნდა რომ ეს ყველაფერი მოაგვაროს. რა ვიცი, მე მგონი რომ სამივე დღესაც ჩავწერე, ასე ვთქვათ, ერთი მეორეზე რეზონირდება, მშვენიერი, ასე ვთქვათ, გაშლები გამოვიდა ერთმანეთთან გამომდინარე, თუ ვინმეს ესეთი მდგომარეობა გაქვთ სამივე, რომელიც რეზონირდა თქვენზე, ეს პრობლემა შეიძლება თქვენ შორის იყოს პრობლემა რა, ან თქვენიდან შეიძლება ეჭვის რაღაც ამოსული, რომ რატო ხო, მე უფრო მეც გავცემ ის ნაკლებს, არა რეალურად ეგრე არ არის. პიროვნება არის უბრალოდ ძალიან თავის თავს ბალანსში იჭერს და კარგად, ასე ვთქვათ, რასაც გამოხატავს ის კიდე არაფერი არ არის უფრო ღრმა და უფრო, ასე ვთქვათ, ძალიან ასე ღრმა ემოციებით არის თქვენთან გამსჭვალული შიგნით და სულ შიგნით ასე ვთქვათ თქვენთან მიმართებაში. სულ ეს იყო დღეისთვის ჩამოკარგება, მგონი რომ მშვენიერია, ცალკეულადაც ყველაზე რეზონირდება, ყველაზე ვიზეც რეზონირდება, კარგია, ვიზეც არ რეზონირდება, ძალიან ვთქვათ, ჩაიცმევთ ამ გაშლებს თქვენზე და კომენტარებში დამიწერთ, ძალიან ვთქვათ, რომ საერთოდ არ იყო ის, რასაც მე მოველოდი. ეს კომენტარი ვაფშე მაგდებს, რომ კითხულობ, არ მინდა ხოლმე დაკითხვა, ანუ საერთოდ არ მოველოდა აქნას ეხლა ბოდიში მაპატიეთ, რო არ მოველოდით ამას დამირეკეთ ხოლმე მომწერეთ და იმას ვიტყვი ხოლმე ზოგადად რა შევეცდები რომ ეს ვახსენო. ხო და რა თქმა უნდა ხუმრობითის. ესეთი გაშლები გამოვიდა დღესდღეობით. მოკლედ დაგემშვიდობებით ჩამოკარგება, ვისაც უფრო მეტი გაინტერესებთ რეალურად და ვისაც უფრო მეტი სხვა პრობლემები გაქვთ, რაც გაშლაში არ გამოჩნდა. რა თქმა უნდა, პირადი გაშლების საფუძველზე შეიძლება ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ავწეროთ. გაშლები ჩემთან არის ხმოვანი ტექსტური შეტყობინების გაგზავნით, კითხვების რაოდენობა თქვენზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც აარჩევთ ფასის და მიხედვით და კითხვები ყველა ვარიანტში თქვენიდან უნდა წამოვიდეს. თქვენ მისვავთ კითხვებს, მე გპასუხობთ ამ კითხვებზე, ჩემი კითხვებით მე თქვენთან არ შემოვალ, იმიტომ რომ თქვენ შესაძლოა თქვენი კითხვები გაქვთ და ალბათ უფრო თავისუფლებას მოგცემთ მაგ სფეროში. თუმცა თუ ხო მეტყვით და მთხოვთ რომ ვთქვათ, კითხვებში მიჭირს და თქვენ დამეხმარეთ, კი ბატონო, დიდი სიამოვნებით და თემიდან გამომდინარე შემიძლია ამაშიც დაგეხმაროთ. დაგემშვიდობებით ჩამოკარგებო. მშვიდობიან დღეს გისურვებთ, კარგად იყავით.